მოკლედ მთელი 10 საათიანი მგზავრობის მერე გადავწყვიტე რომ დავტესტო ეს ჩემი სახელდახელად მოწყობილი პლაცკარტი შეძახი ამას რა აი ესეთი სიტუაცია გვაქვს აი ეს მთლიანად ვიშლები რა ჯიგრულად ეს ერთი ადამიანი ხუთი სართულია 1 2 ვიმყოფებით ქალაქ ნეაპოლში, მოკლედ თავისებურების ვერ მალავ, იმიტომ რომ ძალიან ლამაზია აქაურობა. მომენტალურად ჩავარდი ტაქსიში. უბრალოდ ვხვდები 24 საათი როგორ უნდა გაატარო ადამიანმა აი ესეც გამოდის. ესე ახალი ამბავი მაქვს. ჩაგვეკედა მანქანა. ისე ჩაგვეკედა მანქანა, რომ გასაღები დარჩა მანქანაში. ფანჯრები აწეულია. ორჩა. ვითომ შეყარებულები ვართ. ესე. ძალიან გრანდიოზულია. ძალიან მაგარია. იტალიური პასტა რო არ გასინჯო იტალიაში არ შეიძლება, ამიტომ აუცილებლად შევუყვეთეთ. და ასევე შევუყვეთეთ. ხალის მერეც მეტალია. აი ესე. ეს ყველაზე პატარა და ისიც ნახევარი ჩამისწეს. ესე იგი, ეს არის ალბათ ცენტრალური შესასვლელი. ხალი აქვს გამოტანილი და ხა ცეცხლი უნდა დაანდოს. და არ ვიცი რა უნდა შეძლო. მასწორად შეიძლება რომ ყოველთვის აი ეს ტანჯულ ადგილებში დავხვდეთ თემოსთან. ხო შეიძლება წავიდე ნორმალურად სამყაროზე კომფორტულ ადგილას ხალხი რომ მიდის და ისვენებს ისეთ ადგილას მოვხვდე და დავისვენო. კაი, ეგრე იყოს ხო. აი ესე იგი თან ანახებს რომელი თევზსაც აირჩევს იმას შეუწვავს. აი ესე უნდა იარო ზუსტად აი ესე ყველგან. ამას ქვია ზღვის ნაპირი. შეხედეთ. აი თვითონაც ჩოკი. ძალიან მაგარი კომფორტი და ამიყვანე. ელა. Google Maps-ი აქ 5-დან 2. მაგარი. როგორც ლოკალური ეგზოტიკური. მოგწონთ ხო? ჩესკაშეჩეს. როგორია? კაია. მადამ ბავარია ხო? ძალიან გემრიელია. ეს საზღვრიდან რომ უნდა გახვიდე და უცებ აღმოაჩენ რომ ვადაგასდე შენ ტექნიკურ დათვალიერებას. და რომ მიხვალ გასაკეთებლად და ეგრევე რომ გიხარვეზებენ მანქანას და წამები რო დათვლილი გაქვს. გაბარიტები და გიხარვეზეს, უკანაფარი და გიხარვეზეს და ისეთი საგიჟეთია, ისეთი ვეძებეთ, რომ აი პირდაპირ ვერ გიხსნით და ღმერთს მადლობა, ეგრევე ვიპოვეთ მერე ძალიან ახლოს ჩვენთან და გამოვცვალეთ. აი, როგორც ვთვლის ახლა, თემურიკა, იმიტომ რომ ძალიან გვიჩქარება. გაბარიტებსაც გამოცulis, იმედი ყველაფერი კარგად იქნება და გავალთ თბილისიდან და გავემართებით სარფისკენ. ესე იგი ფარი ხო გამოცვალეთ. გაბარიტები ხო გამოგვაცვლევინეს. აი აქ ვართ, აი ტექნათვალიერება გვიდა რომ გავიაროთ და ხა გვეუბნებიან რომ ველოსიპედი რომელიც მანქანის თავზე არ შეიძლება ტექნათვალიერების დროს რომ იმყოფებოდეს იქ, აუცილებლად მანქანა იყოს უნდა გამონთავისუფლებული ტვირთისგან და სიდენიები უნდა იყოს გასწორებულ მდგომარეობაში. აი ესე ძლივს გავასწორეთ სიდენიები, რაღაც ნაწილი ტვირთის დავტოვეთ. აი აქ ესეთი სრული საგიჟეთი გვაქვს, აი. ხო და თემო ცდილობს რომ შეინარჩუნოს პოზიტიური განწყობილება. უბრალოდ ხამთები აღარა გვაქვს და არ ვიცი როგორ უნდა დავამაგროთ მე ეს ველოსიპედის. დავადექით დიდ გზას. ახლა ვართ სადღაც გორში. მოიცა არავინ არ იცის ახლა ჩვენ რა გზას დავადექით, იმიტომ რომ აქამდე არ მიხსენებია. ოკეი, ესე იგი ჩვენ ახლა მანქანით მივდივართ. ჯერ სტამბოლში, მე სტამბოლიდან გადავდივართ საბერძნეთის გავლით უნდა გადავიდეთ ალბანეთში, ალბანეთიდან ბორანით უნდა გადავიდეთ იტალიაში, იტალია უნდა იქიდან მხრიდან დასავლეთ პორტიდან უნდა გადავიდეთ ბარსელონაში და მე უნდა ჩავიდეთ ვალენსიაში. მივდივართ ჩვენი მანქანით. გიჟები რაღაცა ჩაბუარდა, მოიცა განახდება უკან. აქ გვაქვს პატარა ქარავანი მოვაწყეთ რა. გარდა იმისა რომ სავსეა მანქანა, აქ არის საძილე ესე იგი, რომ წამოწვევი ადამიანი რა, ხამ დიდი საძილე განმავლობაში ყველგან სუსასტუმროში ვარ გაჩერდები რა. წამწაუწვევ და ესე მძღოლები რომ ერთმანეთს შევეხიდნებით ხო? ვიღაცას რომ დაჭირდება წამოწვევა ხოლმე იქ უკან რა. წამოსაწოლია მე იმ წამოწოლის რეჟიმსაც გადავიდებ სადაც. გემრიელ სიმინდს არ ვიცი ჭყინტი არ არის ჭყინტი მაგრამ აბა მოდი
ესე იგი აი ამ გზას ვერ გაივლი ამის გარეშე რა. ყველა ვარიანტში. ყველა ვარიანტი. 1 ტარო სიმინდი 5 ლარი. სიმინდი უნდა დაითვიო. აი ეგარჯობია. მაგრამ გაითვალისწინეთ რომ ჯერ სიმინდის სეზონი არ არის აქ იმენ გამძინდა. არის გზის პირას ესეთი რაღაცები კოცონები დანთებული და სუსიმინდებია. ხარშავენ უამრავი ადგილი. უამრავი ესე ტრასაზე სურამში ვართ ახლა. 7 საათია გავიღვიძეთ და მივემართებით სარფისკენ გუშინ ისე დავეღალეთ. ვერანაირად ანუ იმის ძალა აღარ ქონდა რომ გავსულიყავით სასაზღვრო კონტროლს და გავჩერდით ერთ-ერთ სასტუმროში გოდიოში. ესე იგი ნახეთ რამდენი ახალი შენობა შენდება უბრალოდ სრული საგიჟეთია. ამინდი ისე უწვიმიანია, მაგრამ ლამაზია აქაურობა. აი ჩვენი პიპია და ველოსიპედი. წავედით ახლა სადღაც ყავას ვიყიდით. გემრიელად წავცუნცულდებით. თურქეთში რო გადახვიდე აუცილებელია გააკეთო მანქანის დაზღვევა. ამიტომ სანამ სარფის გამშვებ პუნქტთან მიხვალ, გზაზე არის რაღაცა პატარა ჯიხურები. აი მაგათაც ჩვენ შემთხვევაში აი ესე. ნახეთ, სიგორტა ქვია. მანქანის დაზღვევა უნდა გააჩერო და აუცილებლად უნდა აიღო. ისე ვერ შეხო თურქეთის ტერიტორიაზე. დაახლოებით ერთკვირიანი დაზღვევა ავტომობილის ღირს 50 ლარი. არ არის ძვირი. რა თქმა უნდა. აქვე არის სიმბარათი, აქვე შეგიძლიათ გახურდაოთ და იყიდოთ ლირები და ისე წახვიდეთ უკვე თურქეთში. ესეც სხვა. რამდენი მილიონერი ხარ, ანახე რა რომ მილიონერი ხარ. ესე გაგვახსნილეს რომ თურქეთის ხარეს ესე იგი ლირა უნდა გქონდეს რა ჯიბეში რა დოლარი რო ცოტა პრობლემაა იქ აი გეგზებზე და რაღაცებზე რა ხო და ახამდენ ფული მოგშეხედი. ვაუ. და სულ არის რაღაცა 200 თუ 400 ლარის ის არის. 200 ლარის. მილიონრები ვარ. გაგვყვეს ახლა მე და თემა. მგზავრი ცალკე გამომიშვეს საფეხმავლო სასაზღვრო კონტროლზე და თემო არის ცალკე. აი, სადღაც იქ ჩანს, არ ჩანს ჯერ საერთოდ. მე უნდა გადავიდე ახლა თურქეთის ტერიტორიაზე და თემოს უნდა დავალოდო იქ. თემამ უნდა გაიაროს მთელი კონტროლი. ყველაფერი თემოს მანქანაშია, ყველა ტვირთი თემოს მანქანაშია, დამტენიც კერტა მომიღია მობილურის აი ესე. მაქსიმალურად წელავ დროს რო არ გავიდე იქით, იმიტომ რომ აუცილებლად ძალი ადგილები არ არის, სად უნდა დავშდე, სად უნდა დაველოდო, სანამ აქ. ესე იგი ახლა სარფის აბაჟოზე ვდგავარ და უბრალოდ რო იცოდეთ, ვინც მანქანით გადადის, 9 საათზე ეცვლებათ სმენა და საერთოდ 9 საათი უბრალოდ სმენის გადაცვლის გამო გავარ და რამდენი ხანი ვიდგები არ ვიცი ჯერ კიდევ რა. ანუ 9 საათს ნუ დავამთხოვთ. ანუ ცოტა ადრე მოდით, ან ყავადალია და მერე მოდით. აი უბრალოდ ვდგავართ რა, არც არაფერი არ ხდება, უბრალოდ თანამშრომლები ეცვლებიან ერთმანეთს. უკან გამოატრიალეს, ეთყობა ხა ისე უნდა ამოყაროს რაღაცები მანქანიდან, მოკლედ დაიტანჯარა. რატო გააჩერა ხა საქართველოს გამოუშვა, ერთმა კონტროლმა გამოუშვა, ხა მესამე კიდე რა უბედურებაა, ნუ ეს იგი რა საყვარელია რა, მაქსიმალურად ცდილობს ხა და ეხუეწება რომ არ ამოალაგებინოს ეს ყველაფერი, იმიტომ რომ მესამე ჩაალაგა, ამოალაგა, უკვე ნერვოზია, გამტვირთიც გადავმკიდე და იმედია გამოუვა. მე რა მენახლება ერთია ესეთი. ჩემი გიმბალი წამოვიღე, გამოვიტანე მანქანიდან. ერთი პენგვინი მიჭირავს ხელში ესეთი. ერთი ზურგჩანთა მკიდია, ისიც ძალიან მსუბუქი და ვსა. ძალას თემოა და ძალას ეს ბიჭი რა. აც უკვე თურქეთის ტერიტორიაზე. ეს ისევ ტვირთსალაგებს შეხედე.
ვა, გამარჯობა, როგორ ხარ? რამდენი ხანი არ მინახი ხარ სხვა ქვეყანაში უკვე, სხვა ფერებით. აი, ეს აბა რა. რამდენი საზღვარით შევხვდება, ესეთ გადმოვალაგე და დავალაგე ყველაფერი. უკვე ძალიან დარნერვოზებული ჩახო ხო? ანახე ხლა აქ ჩემს წამოსაწოლის სივრცეც რომ აქვს. უკვე კატასტროფაა. აი აქ ხო ხედავთ ეს პარალონი რვა ფენია, ეს არის ჩემი წამოსაგორებელი სივრცე და ხან მევგორავ ხოლმე ხან თემო. ამიტომ ეს მხარე აუცილებლად უნდა იყოს თავისუფალი. აქეთა მხარე, პატარა ლოგინი. თემო რა, რამე გადაგაგდებინეს? არაყები ხო? ჭაჭები ხო? ჭაჭა არ წამოიღოთ. ხო. ჭაჭა ნაგავიაო, მეთქი წაიღებინე საჩუქე მეთქი ძალიან მეთქი, არაო ნაგავიაო. ნახეთ როგორი რესტორანი არჩია, როგორი ზღვის ხედით, შეხედე. ულამაზეს. აუ ძალიან ლამაზია ხო, აქაურობა. ასე ძალიან გემრიელი პურები მოგვიტანეს, თან ცხელია. აუ თემო ძალიან მაგარია. ეს არ ვიცი ქართულად რა ქვია. ეს ჩორბა, ლიმონი, უკვე ჩავეწურე. რაღაცა ლიმონეთი მოითხოვა ბატონმა თემური, ესეც ბატონი თემური, ესეც ჩემი ულამაზესი ზღვის ხედი. აი. ესე მინდა გითხრა ესპანური ნომრით როუმინგის ფასი. აბა რამდენია? 1 გიგაბაიტი არის 1 euро. მინდი ჩართემერი, იმიტომ ინტერნეტი არ გვაქვს. ქართული როუმინგი. მოგეხუწები აბა გაყავი. ქართული როუმინგში გონი ღვიძლი უნდა გაყიდო, ხო? აშკარად. როგორი პურია ვერ ხვდები. ვაუ, ნახე. ოხში ვარ ეზდეს. ეხლა რაღაცა გემრიელობა გვაქვს კიდე შეკვეთილი და ეს ცხვრის სტეიკებია, ხო? ხლა დაჭერდა ცხვარია. ისე გაგვისენჭემი. ესე იგი მომსახურება. დაახლოებით 10 წუთში მოგვიტანეს ეს ყველაფერი. ვიცი როგორი ლამაზი ფერებია? მოკლედ მთელი 10 საათიანი მგზავრობის მერე გადავწყვიტე რომ დავტესტო ეს ჩემი სახელდახელად მოწყობილი პლაცკარტი შეძახი ამას რა აი ესეთი სიტუაცია გვაქვს აი ეს კლიანად ვიშლები რა ჯიგრულად ეს ერთი ადამიანი გემრიელად წევხარ კაი ბალიში ისე გემრიელად ირწევა აი ხა ეს მანქანა და წაუგზნებ 1-2 საათი რა აი ესე უკვე მე რამდენია ეს თემო? თემო მე რამდენია? მე მგონი მე-5. ესე იგი როცა დავდის ხოლმე ეს რაღაცები მოძრაობს შიგნი მანქანაში და ვარდება. ეხლა ცდილობს ისე დაამაგროს რომ აი ეს დასაწოლის სივრცე მანახე რო გვაქვს აქ. რო დარჩეს სასაწოლად და წვები აქვს. ხო, აი ეს ნახეთ. ერთ ქალაქში შემოვედით, იმიტომ რომ რაღაცა მაღაზიაში გვინდა შევიდეთ, საჭმელი ვიყიდოთ და აღმოვაჩინეთ, რომ აქაც არის რაღაც კარტოფილის ქსელი. მაგრამ გვაინტერესებს სად არის. ლოკაციამ ცოტა შეცდომით მოგვიყვანა და ქუჩაში ვკითხეთ ვიღაც ადამიანს და
თან მოგყვება რომ გვანახოს. გაიგიჟა თავი. ისე ჩქარა დადიანთან მე ვერ დავყვები. აი თქვენთან ერთად ვათვალიერებინებ, ვათვალიერებ ახლა მეც აი ამ ერთ პატარა ქალაქს. აჰა. მერაბა. აი ეგ ვიცი, მადლობა თურქულად. აბათე. აჰა, ესეც კარფორე. ჩაისაკეთებს ახლა იქ ცეცხლს წაუკიდებთ, არ ვიცი ახლა რანაირად ყოფნის ესეთი პატარა ქაღალდები იმისთვის რომ ესეთი ცეცხლი დაანთოს და მე ეს ჩაი აადუღოს. აქეთ გირჩები აქ თემო. ამ გირჩებსაც წვავს. აი ეს შუა ქუჩაში გამოტანილი აქვს ესეთი ჩაიდან იმადუღარა და აკეთებს ჩაის. თავის დალევა რომ მოგინდეს ამ ქალაქში დაბლა არაფერი არ არის და მეორე სართულზე უნდა ახვიდე, იმიტომ რომ ყავადალია. ხო, ძალიან წავით. აი ესე. მე ყავა არ მინდოდა შევუკვეთე თურქული ჩაი, აი ესე გამოიყურება და პატარა კამფეტებით მოვიდა. ნახე. პატარა ოკეი. კამფეტებითა. წყალი აქვს ბოლოს მისაყოლებელია, ყავის გემო არ დაიწყო პირში. ეს კამფეტები მეც მიყვარს და ანუ ყავა მოდის ყოველთვის წყალთან ერთად. თუ რამე სხვა დანიშნულება აქვს, დაგვიწერეთ კომენტარებში, იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცით. Let's go to work, 'cause I'm tripping. Gotta work on myself, 'cause I'm falling apart. Please wake me up, 'cause I'm slipping. Can't fight this feeling off no more. But I'm not going to give up and fall. Rise above the door, meet all my challenges and search for my strength. I defeat them all. I'm never ever gonna hide no more. I come to love myself again. Yeah. For all the things I didn't know, the pain, the hurt, I let it go. Start to believe in myself and life will be sweet again. So sweet again. Oh na 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 na. When all I see is darkness and gloom, yeah, I'll be running from my doom. Oh na 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 na. But now it's time to live my life, but now I know what I need to do. Can't stand right when it's blowing, pushing me down. Feels like I'm falling apart, yet I hold on. Head held high, can't fight this feeling. შიოდა და მოკლედ აი ესეთი პიცა შევუკვეთეთ და თემოიწახის შიგნი არის ბადრიჯნებიო. იცი რა ტელეფონი ხდება? თემო! თემო! არა, რა არის ვედერჩი? თემო! გაატარე ეს. აი როგორ დადის ვაჟბატონი სასტუმროდან სასტუმრომდე. შემხედე რა, გეხვეწები. ჩემი რუგზაკი, თავისი რუგზაკი, გიმბალი, დრონი, კიდე რაღაც დამატებითი ჩანთები. ცოტა მოიცადე. სად მივდივართ? მომიყევი, სად მივდივართ? ოღონდ ცოტა ხმამაღლა არის მის ზანზუზუნია. ფანტანზე. რა ფანტანზე? რომის ყველაზე ცნობილი ფანტანს განახილავს. წამოთ. სრული საგიჟეთი, ამდენი ტურისტი მართლა თუ გაინახოს რომელიმე ქალაქში, აი, არ ვიცი რა. ახლა ტრევის ფანტანთან ვარ და ტრევის შადრევანთან.
აი ერთ-ერთი ულამაზესი რა ფოტოებში და ვიდეოებში კომფორტულია მაგრამ აბსოლუტურად სხვა ეფექტია ამის გარეშე არ ვიცი მართლა რა ხელა ახლა ხო უყურებთ ამა თქვენ თვითონ და წარმოიდგინეთ ტელევიზორში როგორ ჩანს და აქ ეხლა რაც ახარ რეალურ სიტუაციაში უბრალოდ აი რა ვიცი მე ყვა ჩამომივარდა მეტი ბილეთი აღარ იყო რა დასაჯდომი ადგილი შეგვდა და გული გვისკრებოდა და დაიძინეს ადადგიდა კი See